თქვენი აზრით რა გავლენა აქვს რუსთავი-ორსული განვითარებულ მოვლენებს სიტყვის თავისუფლებაზე? პოლიტიკური განცადებები და გამოკეთებია. თქვენი აზრით მხოლოდ. დია არის. როგორ ფიქრობთ, გამოხატვის თავისუფლება რამდენი მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის? ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი აზრით გამოხატვის თავისუფლება. ერთ-ერთი აუცილებელია რა თქმა უნდა. რუსთავიებთან მიმართებაში ვერც იმას ვიტყვი, ვერც ვერაფერს ვერ ვიტყვი. მე ეროვნული აცი ვარ გენიცელი. მე დემოკრატიის არაფერი არ მისვი და ვაჟა-ფშავლე რო შრუსნუგრის ამბობსა წერდა, მაშინ ამერიკას არ ისიზმრებოდა, სიზმრათაც კი რა იყო დემოკრატია. ნებისმიერი ასეთი აქცია, რომელიც მიმართული არის ან პრესის, ან ტელევიზიის მიმართ, რა თქმა უნდა შეზღუდვა არის. ჯობია რა თქმა უნდა იყოს. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანი არის დემოკრატიისთვის გამოხატვის თავისუფლება ზოგადად? რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. ალბათ კი. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანი არის დემოკრატიისთვის გამოხატვის თავისუფლება? საკმაოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ რუსთავი-ორს თავზე გაუვიდა ძალიან ბევრი რამ. ძალიან ბევრი რამ. აუცი. არ გაქვთ აზრი? არა. როგორ ფიქრობთ, გამოხატვის თავისუფლება რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის? მნიშვნელოვანია. რამდენად? ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ცუდად. არაფერს უფლება არ აქვს ადამიანს, რომ რაც უნდა ის გამოთქვას, თუ ამ რუსთავი-ორს შეეხება. ანუ ფიქრობთ, რომ რაც რუსთავი-ორს ეკუთვნება არის ნეგატიური? ნამდვილად. თქვენი აზრით რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის ზოგადად სიტყვის თავისუფლება? ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში ეგ არის. თუ სიტყვის თავისუფლება არ არის და ადამიანს არ აქვს რაც უნდა ის გამოხატოს, როგორი დემოკრატია იქნება იქ? ფიქრობთ, რომ რუსთავი-ორი არის ობიექტური ტელევიზია? ძალიან კარგი ტელევიზია. ძალიან მიყვარს. მაგი თუ დაიხურება ძალიან განვიცდი. ჩემი აზრით ეს ძალიან ცუდი სიტუაციაა რუსთავი-ორის მხრივ, იმიტომ რომ ეს ფაქტორად სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა არის, იმიტომ რომ რუსთავი-ორი ერთ-ერთი ტელემაუწყებლობა, რომელიც რეალურად სწორ და კარგი ინფორმაციას გვაწვდის ჩემი აზრით. მე ძალიან ტელევიზორს არ უყურებ, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრების თვის მინდა ეს, რომ იყოს კარგი მაუწყებლობა, რომ მათ მიიღოს სწორი ინფორმაცია. როგორ ფიქრობთ, დემოკრატიისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება? აუცილებელია ეს ტელემაუწყებლობა, რომელიც სწორ ინფორმაციას მიაწვდის ხალხს, ასაკეთებს მთავრობა, ასაკეთებს სასამართლო და სხვა ის ცუდ ასაკეთებს და კარგ ასაკეთებს რა თქმა უნდა. და ცუდად აისახება დემოკრატიაც. მე არ ვიცი, არ მაქვს შეხედულება საერთოდ. მგონია რომ დიდი არაფერი არ შეიძლება. ანუ ნეგატიურად ახასებთ არსებულ სიტუაციას? არა, არ ვარ მომხრე რა თქმა უნდა დახურის ზოგადად ტელევიზიის, მაგრამ ამით ცვლილება რო იქნება ამით ესე არა, იყოს ტელევიზია რა შეშავებს. როგორ ფიქრობთ, ობიექტური ტელევიზია არის თუ არა რუსთავი-ორი? მე მგონი ტენდენციურია. რავი, მე მოღალატე ვარ და რავი როგორ გითხრა, აბა. რას გულისხმობ მოღალატეში? აღარ მინდა საქართველოს რუსეთი მირჩევნია და იმიტომ პირდაპირ გეუბნები, გაუშვი თუ. და რუსთავი-ორთან რა კავშირშია? აბა როგორი იქნებ დააკავშირე. ანუ ყველაფერს ვაფასებ ნეგატიურად და რა თქმა უნდა არ გვინდა რომ მოხდეს ის რაც ხდება. თქვენი ეს რამდენად მნიშვნელოვანია ის დემოკრატიისთვის გამოხატვის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება? სიტყვის თავისუფლება არ არსებობს. აქედან დავიწყოთ საქართველოში. და მე ვიტყვი იმას, რომ ანუ ამ პირობასთანაც, ამ პრობლემასთან სიტყვის თავისუფლება არ არსებობს და მითუ არის ეს პრობლემა. მე ფიქრობ, რომ არ უნდა აისახებოდეს ნეგატიურად. რუსთავი-ორი შეიძლება დასაწყისში ძალიან მართლა პოპულარული არხი იყო, მაგრამ რაღაცა გარკვეული მაინც ტენდენციურობა ალბათ ცოტა მოგვიანებით არსებობდა. დღეს შეიძლება რაღაც რა ვიცი სამართლებრივი წესით როგორ მიმდინარეობს, მენაკლებად ალბათ შემიძლია ამაზე ვიმსჯელო როგორ მიმდინარეობს, მაგრამ მაინც ფიქრობ, რომ არ უნდა თქვენი კითხვის საფასუხოდ არ უნდა აისახებოდეს ნეგატიურად, მაგრამ ისე მე როგორც რიგითი მოქალაქე ვისურვებდი, რომ მაინც ობიექტურად და ხალხის გასაგებად გავრცელებული იყოს აი ეს პროცესი, რაც მიმდინარეობს და არა თქვათ რა დაიმსახურეს, როგორ იყო, რამდენად სწორი იყო, რამდენად არ იყო, მაგრამ ობიექტურად და ხალხის გასაგებად რომ გავრცელდეს დღეს რაც ხდება. აი ამას ვისურვებდი მე. კი, ეგრე ვთვლი, ნამდვილად. ფიქრობთ რომ რუსთავი არის ობიექტური? კი, ვთვლი, რომ ობიექტური. თქვენი აზრით რამდენად მნიშვნელოვანი არის დემოკრატიისთვის გამოხატვის თავისუფლება? აუცილებელია. თუ გვინდა დემოკრატიულ ქვეყანაში ვეცხოვროთ. კი, გეთანხმებით, მაგას ძალიან ნეგატიურად აისახება, რადგან უბრალოდ თავისუფალი სიტყვა და ყველას თავისი აზრის გამოთვლის უფლება აქვს და არ შეიძლება
ადამიანის აზრის და მის სიტყვის ჩახშობა რა. როგორ ფიქრობთ, ობიექტური ტელევიზია თუ არა რუსთავი 2? აუ, ჩემს ობიექტური არის რა. რა თვითონ ანუ რასაც ხედავს, იმას იძახის რა. გრი არა ყოველს თავისი ხედვა გააჩნია და თავისი აზრის უფლების თქმა აქვს და რასაც აკეთებს, მე მიმაჩნია რომ სწორს აკეთებს.